კაცობრიობის ისტორიის პირველივე დღეებიდან ცხოველებს ადამიანთა კულტურაში ღრმა და მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდათ. ისინი უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე უბრალოდ თანამგზავრები, საკვების წყაროები ან შრომის იარაღები. ცხოველები კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერების მძლავრ სიმბოლოებად მსახურობდნენ, რომლებიც განასახიერებენ რთულ იდეებს, ემოციებს და სულიერ რწმენას. კულტურებსა და ეპოქაში ცხოველებს პატივს სცემდნენ, ეშინოდათ და თაყვანს რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ მითოლოგიაში, რელიგიურ რიტუალებში და მხატვრულ გამონათქვამებში. ძველ საზოგადოებებში ცხოველები ხშირად განიხილებოდნენ როგორც შუამავლები ადამიანურ სამყაროსა და ღვთაებრივს შორის. ლომი მაგალითად არ იყო მხოლოდ მტაცებელი, არამედ მეფობისა და ღვთაებრივი ავტორიტეტის სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს ძალასა და დაცვას კულტურებში, დაწყებული ძველი ეგვიპტიდან შუა საუკუნეების ევროპამდე. ანალოგიურად გველი იყო სიცოცხლისა და სიკვდილის, სიბრძნისა და მოტყუების ორმაგი სიმბოლო, რაც ასახავს იმ ამბივალენტურობას, რომლითაც მრავალი უძველესი კულტურა უყურებდა ბუნების ძალებს. ცხოველები ასევე იყვნენ ადამიანური სათნოებებისა და მანკიერებების ემბლემა, მათი ქცევები და მახასიათებლები, რომლებიც სწავლობდნენ ზნეობასა და ადამიანურ მდგომარეობას. ძაღლის ერთგულება, კატის დამოუკიდებლობა და მელას ეშმაკობა ადამიანური თვისებების მეტაფორებად იქცა, რაც ხელმძღვანელობდა ადამიანებს საკუთარი თავის და მათ გარშემო სამყაროს გაგებაში. ცხოველების ეს სიმბოლური როლები ხშირად კოდიფიცირებული იყო მითებში, იგავ არაკებში და რელიგიურ ტექსტებში, სადაც ისინი იღებდნენ უფრო დიდ პერსონებს, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მთელი ცივილიზაციების ღირებულებებსა და რწმენაზე. ცხოველების უძველესი და სიმბოლური როლები არ არის წარსულის რელიქვიები. ისინი აგრძელებენ რეზონანსს თანამედროვე კულტურაში, სადაც ისინი ჯერ კიდევ აცნობენ ჩვენს ენას, ლიტერატურას და ადამიანის ბუნების, ჩვენს ფსიქოლოგიურ გაგებას. ამ როლების შესწავლით ჩვენ ვიგებთ ღრმა კავშირებს ადამიანებსა და ბუნებრივ სამყაროს შორის და როგორ ჩამოაყალიბა ამ კავშირებმა ჩვენი ისტორია, სულიერება და სამყაროს გაგება. მაგალითად, ინდიელთა სულიერებაში ცხოველები განიხილება ტოტემურ არსებებად, სულიერ არსებებად, რომლებიც ემსახურებიან როგორც მფარველებს და მეგზურებს, ცალკეულ პირებს ან თემებს. თითოეული ცხოველის ტოტემი ატარებს სპეციფიკურ თვისებებსა და გაკვეთილებს, რაც ადამიანებს ეხმარება ცხოვრებისა და სულიერი მოგზაურობის ნავიგაციაში. ნამდვილ ინიცირებულ შამანს აქვს ასევე უნარი გარდაიქმნას სხვადასხვა ცხოველად. ისევე როგორც მაგს აქვს უნარი და მეთოდი მიითვისოს შეითავსოს სხვადასხვა ღვთაების ხატსახეები. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.